საღამოშვიდობისა 22 მაისს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღის ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებს გიზიარებთ BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. ფინანსთა სამინისტრომ 400 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 5.19 წლიანი საწყისი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა. ფასიანი ქაღალდის განთავსება სინდიკაციის მეთოდით მოხდა და ემისიის განთავსებაში მონაწილეობა საინვესტიციო ბანკებმა, გალტენ ტაგარტმა და შეპესე TBC კაპიტალმა მიიღეს. საქართველოს ბიზნეს სექტორში რაოდენობრივად ყველაზე მეტი მოცულობის ვადა გადაცილებული სესხის სასტუმროების და ტურიზმის სექტორშია. ამის შესახებ კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მონაცემიდან ირკვევა. მაუწყებლებს მიღებული უკანონო დაფინანსების ბიუჯეტში გადარიცხვა მოუწევს. აღნიშნულთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს. კანონპროექტის განმარტებით ბარეთში წერია, რომ მაუწყებლის მიერ აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილი იქნება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალდებულოს მიღებული დაფინანსების საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტში ჩარიცხვა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობის წყალზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაასრულა. პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი ფოლად-რკინა-ბეტონის ხიდი, რომლის სიგრძეც 116 მეტრია, ტროტუარის სიგანე კი 1.5 მეტრი. ტრენდის ინფორმაციით, რომელიც აზერბაიჯანის რკინიგზაზე დაყრდნობით წერს, ჯავშნების გახსნიდან მოკლე დროში ბაქო-თბილისის დაგეგმილ სამგზავრო მარშრუტზე 1000-ზე მეტი ბილეთია გაყიდული. ბაქოდან გამავალ რეისზე 400-ზე მეტი, ხოლო თბილისიდან გამსვლელი ბილეთების გაყიდვებმა 500-ს გადააჭარბა. საქართველოს მთავრობამ 400 მილიონი ლარის შიდევალი აიღო. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 400 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 5.19 წლის საწყისი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გამოშვებული არის, რომელზე მოთხოვნაც 1.8 მილიონი ლარი დაფიქსირდა. ფასიანი ქაღალდის განთავსება სინდიკაციის მეთოდით მოხდა და ემისიის განთავსებაში მონაწილეობა საინვესტიციო ბანკებმა, გალტენ ტაგარტმა და TBC კაპიტალმა მიიღეს. სამინისტროს რელიზის მიხედვით, ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი გამოხატეს როგორც რეზიდენტებმა, ისე არარეზიდენტმა ინვესტორებმა. რის შედეგადაც მთლიანმა მოთხოვნა 1.8 მილიონ ლარს მიაღწია და გამოსაშვები მოცულობა 4.5-ჯერ მეტი იყო. რაც შეეხება კუპონის განაკვეთს, 9%-ის დონეზეა ის განსაზღვრული. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახაზინო ობლიგაციების და სახაზინო ვალდებულებების მოცულობა თითოეულ განთავსებაზე 75-100 მილიონი ლარის ფარგლებშია. შესაბამისად, ახლა ფინანსთა სამინისტრო უფრო მსხვილი 300-400 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციის გამოშვებას გეგმავს, რისთვისაც გალტენ ტაგარტი და TBC კაპიტალი დაიქირავეს. ამჟამად ახალი ფასიანი ქაღალდის საორიენტაციო მოცულობის განსაზღვრა მიმდინარეობს 2026 წლის ბიუჯეტით სახაზინო ობლიგაციების და სახაზინო ვალდებულებების გამოშვების გზით 1.8 მილიონი ლარის შიდა ვალის აღებაა დაგეგმილი. სპეციალისტების ნაწილი ამ საკითხზე აღნიშნავს, რომ ლარის სახაზინო ობლიგაციების მსგავსი დიდი მოცულობის განთავსება არის მნიშვნელოვანი, რადგან შესაძლებელი ხდება ქართული სახაზინო ობლიგაციების ინვესტორების სტრუქტურა მეტად დივერსიფიცირებული იყოს. საერთაშორისო ფინანსების სპეციალისტი არჩილ იაკობაშვილი ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება გახდეს, რაც სამომავლოდ ხელს საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება შეუწყობს. დღევანდელი მონაცემებით შედავალის მოცულობა შეადგენს მგონი სადღაც მთლიანი პორტფელი არის სადღაც 12 მილიარდი ლარი და უცხოელების მოდობაში არის 5%, მხოლოდ თუ მაგალითად ნახავთ, რომ ხალ გამოშვებაზე უცხოელების მონაწილეობა ასე 20% მაინც იქნება, სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ უცხოელები გააქტიურდნენ ლარის ბაზარზე, ანუ ამით უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოვიდეს ქვეყანაში, სახელმწიფომაც მთავრობამ უпроსწორად თავის სავალუტო პოზიცია გააუმჯობესოს, რომელიც სამწუხაროდ უარყოფითია ბოლო 2 წლის განმავლობაში და შეიძლება სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებასაც შეუწყოს ხელი.
ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალურ დირექტორად ირაკლი გაბრიაძე დაინიშნა. ეს ინფორმაცია ახალი კორპორაციის ამონაწერშია მითითებული. სააქციო საზოგადოება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ეკუთვნის სამინისტროს ყოფილ სიფ საწარმოო საქართველოს რეორგანიზაციის საფუძველზე დაფუძნებულ ორგანიზაციას. გაბრიაძე 2020 წლიდან ამავე სააგენტოს უფროსის მიხელ ხიდურელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ხიდურელმა 27 აპრილს ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს უფროსად გადაინაცვლა, რომელიც ყოფილი სახელმწიფო კერძო პარტნიორობის სააგენტოს ბაზაზე დაფუძნდა და მასში აწარმოო საქართველოს ინვესტიციების მოზიდვის და ექსპორტის მხარდაჭერის დეპარტამენტმა გადაინაცვლა. სააგენტოს დანარჩენი ფუნქციები, რაც ბიზნეს ესხების საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გულისხმობს, სააქციო საზოგადოება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაში გადავიდა. კორპორაციის სამოთელყურო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ნადარეიშვილია, რომელიც ამავდროულად ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს. საბჭოში ასევე შედის ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და გიორგი ნასარაია, რომელიც რეორგანიზაციამდე აწარმოო საქართველოს ფინანსური მენეჯერი იყო. საქართველოს ბიზნეს სექტორში რაოდენობრივად ყველაზე მეტი მოცულობის ვადაგადაცილებული სესხი სასტუმროების და ტურიზმის სექტორშია. ეს კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მონაცემების მიხედვით ირკვევა. 2026 წლის აპრილის მდგომარეობით სასტუმროების და ტურიზმის სექტორზე გაცემული კრედიტების მოცულობა 2 მილიარდ 930 მილიონი ლარია. ამ თანხიდან 111 მილიონი ლარი განეკუთვნება 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილებულ კრედიტებს, რაც 3.8%-ით ვადაგადაცილებას ნიშნავს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 1 წლის წინ ამ სექტორის ვადაგადაცილების მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო და პორტფელის 2.54% შეადგენდა. სასტუმროების და ტურიზმის სექტორში ახალი დაკრედიტების გაცემა შეფერხებულია. მთლიანად სექტორის სესხების მოცულობა კი შემცირებული. გასული წლის აპრილში პორტფელის ზომა 3 მილიარდ 170 მილიონი ლარი იყო და ის ერთ წელში 2 მილიარდ 930 მილიონ ლარამდე შემცირდა, რაც 8%-იან კლებას ნიშნავს. რომ შევადაროთ, მთლიანად ბიზნეს სესხებში შემცირების ნაცვლად დაკრედიტების 12%-იანი ზრდა ფიქსირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბანკები სასტუმროების პროექტების ნაცვლად უფრო მეტად სხვა სექტორების დაფინანსებაზე არიან ორიენტირებული. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ეკონომიკური ამნისტიის ინიციატივას ამუშავებს, რომელიც იმ კომპანიებს უნდა შეეხოს, რომლებსაც ჯარიმები და პირგასამტეხლოები აქვთ დაგესრებული. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შედეგად გაჯანსაღდება კომპანიების ფინანსური ბალანსი, რაც მათ კომერციულ ბანკებთან ურთიერთობას გაუმარტივებს. კერძო სექტორმა ეს ინიციატივა გასულ კვირას მთავრობის წევრებთან შეხვედრაზეც დააყენა. რატომ დაგროვდა ამ სექტორში სოლიდური ფინანსური სანქციები? უკავშირდება თუ არა ეს სახელშეკრულებო ურთიერთობებს და როგორი არის სექტორის პოზიცია? ამასთან დაკავშირებით ელინე გოგბერაშვილმა მოისმინა ბიზნესის ხმა, რომელსაც ერთ სიუჟეტში მოუყარა თავი. ინფრასტრუქტურის მშენებლობის სექტორი ეგრეთ წოდებული ეკონომიკური ამნისტიის პროექტს ამუშავებს, რომელიც კეთილსინდისიერი კომპანიებისთვის ჯარიმების და პირგასამტეხლოების ჩამოწერას ითვალისწინებს. ინიციატივის მთავარი მიზანია ბაზრის მოთამაშეებს მიეცეთ შანსი გაჯანსაღებული ბალანსით დაუბრუნდნენ აქტიურ ბიზნესს. მუშაობ ჩვენ ინიციატივაზე, რომელსაც ეკონომიკური ამნისტია ქვია, რომელიც დაკავშირებული იქნება, ესე ვთქვათ, ამ სექტორის გადათურთვასთან. და ვფიქრობ, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს უნდა შეეხოს, რა თქმა უნდა, იმ პასუხისმგებლიან და კეთილსინდისიერ, ესე ვთქვათ, ეკონომიკურ აგენტებს, რომლებიც ამ სექტორში მოღვაწეობდნენ, რომელიც ამა თუ იმ საკონტრაქტო იქნება თუ სუბიექტური თუ ობიექტური განამეების გამო აღმოჩნდნენ და არიან უფრო გაცილებით მაღალი ფინანსური ტვირთვის ქვეშ, ვიდრე სხვა პირობებში იქნებოდა. ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების ნაწილს მიაჩნია, რომ სექტორში დაგროვილი ჯარიმები ხშირ შემთხვევაში იმ კაბალურ ხელშეკრულებებს უკავშირდება, რომლებიც დამკვეთსა და შემსრულებლებს შორის წლების განმავლობაში ფორმდებოდა. კავკასიას როუდ პროჯექტის მმართველი პარტნიორის პატა ტრაპაიძის განმარტებით დაგესრებული საურავები მნიშვნელოვნად ამცირებს სამშენებლო პროექტების მომგებიანობას, რაც ბანკებისთვის ამ სექტორს არა მიმზიდველს ხდის. ძალიან ხშირად ეს ჯარიმები და საურავები გამოწვეული იყო ამ კაბალური ხელშეკრულების მიხედვით. თუ ვიდა რომ ჯანსაღად დავიწყოთ გაჯანსაღება უბრალოდ ამ სფეროში, ის რომელიც არასწორად იყო დარიცხული, ჩემის აზრით უნდა მოიხსნას. ბანკებთან ურთიერთობაში ზუსტად ამაშია საქმე, რომ ბანკები დღეს აკეთებს საკითხს, რომ ეს სექტორი არა მომგებიანია. დონორის დაფინანსებული ტენდერების დონორის კანონების მიხედვით, რომელიც აბსოლუტურად სამართლიანია, მეასეთული და ჩვენთან ბიუჯეტის
მიერ დაფინანსებული პროექტების შესრულებები ვითარდება იმ შესრულების მიხედვით, რომელშიც მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს დამკვეთს. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ ამნისტიის საკითხი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ პრემიერთან და მთავრობის წევრებთან შეხვედრაზეც დააყენა, სადაც ხელისუფლების მხრიდან მკაფიოდ ითქვა, რომ ამნისტია ვერ გავრცელდება იმ კომპანიებზე, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სხვა შემთხვევებში კი შესაძლოა შემუშავდეს სპეციალური მოდელი, რომელიც კომპანიების წარსულ გამოცდილებას გაითვალისწინებს. პრობლემები, რომელიც კომპანიებში შეექმნათ, რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერ კომპანიებზე მაქვს საუბარი, გამოწვეული იყო იმ წელიწადნახევრიანი სტაგნაციით, რაც დღეს სექტორს აქვს. ეს იყო თანხების შეჩერებით, გადასახდელი თანხების შეჩერებით გამოწვეული. ზოგ შემთხვევაში იყო, რომ პროექტები არ იყო წესრიგში, ზოგ შემთხვევაში თავად შემსრულებელსაც ჰქონდა გარკვეული ბრალეულობა, თუმცა ცალსახად უნდა აღინიშნოს ის, რომ ხელშეკრულებები, რომლებშიც ჩვენ ვიმყოფებით სამართლებრივ ურთიერთობაშიც, საკმაოდ აზიანებს კომპანიებს. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ვალდებულება მოდის კომპანიაზე, ვფიქრობ, რომ უნდა დარეგულირდეს სახელშეკრულებრივი ურთიერთობები, რაზეც მშენებელთა ასოციაცია მუშაობს აქტიურად და მთავრობასთან კომუნიკაციაშია. კერძო სექტორში მიაჩნიათ, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული ცვლილებები, რომელიც მათ შორის პროექტების ღირებულების შეფასების სწორი კრიტერიუმების განსაზღვრას გულისხმობს, გარკვეულ შეღავაც მისცემს მშენებლებს. უნებრივია საბანკო ინსტიტუტები თავს იკავებენ ისეთი სუბიექტების დაფინანსებაზე თუ საბანკო გარანტიების გაცემაზე, რომელსაც გარკვეული სირთულეები არ შედის ბანკი ამ დეტალებში, რამდენად ობიექტური ან სუბიექტურია საკითხი. ზოგადად, როდესაც ესმის, რომ ღირებულების შეფასების ნაწილში კომპანიას გააჩნია პრობლემები, თავს იკავებს და ეს სამართლიანია ბანკისგან ეს მიდგომა. თუმცა ეს საკითხები, რომელიც არის მშენებლებთან, ძირითადად დაკავშირებულია ღირებულების შეფასების სწორი კრიტერიუმების განსაზღვრასთან. თუ ეს ღირებულების კრიტერიუმი განისაზღვრება ისე, როგორც ბოლოს გაჟღერდა ინიცირებული იყო, ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ესეთი პროექტს თავის სახელი დაექმნება. სამშენებლო ბიზნესი ამბობს, რომ დღეს მშენებლებს ლიკვიდობის პრობლემა აქვს, რაც შესაძლოა პროექტების შესრულებაზეც მოქმედებს, თუმცა, როგორც ინსის დირექტორი ამბობს, ეს ყოველთვის კონტრაქტორის ბრალეულობით არ არის გამოწვეული. კომპანიებმა ძალიან დიდი ზარალები განიცადეს კოვიდის პერიოდში, კოვიდის მერე რამდენიმე კრიზისი იყო, უკრაინის შეჭრის მერე, რუსეთის ასევე და ძალიან დიდი ფასდაცვლილებები იყო და მაშინ არ იყო გათვალისწინებული არც ინდექსაციები და ძალიან დიდი ზარალები განიცადეს კომპანიებმა და შესაბამისად დღეს ლიკვიდურობის პრობლემა, რაც არის ყველაზე დიდი, არის კომპანიებში და მთელ სექტორში, ანუ ქეში, ფული, ეს თქვა არის სერიოზული პრობლემა. შესაბამისად ეს გაჯანსაღება ხა ეკონომიკური გაჯანსაღება ამის უკან შეიძლება რამდენიმე რაღაცა განიხილოს, შეიძლება ჯარიმების ჩამოწერა იყოს, შეიძლება სხვანაირად მოხდეს ფულის ჩასხმა, მაგრამ ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ დღეს ამ კუთხით არის ძალიან რთული მდგომარეობა. სახელმწიფო შეწყიდობის საკითხებზე მომუშავე იურისტების ნაწილი კი მავნე პრაქტიკაზე მიუთითებენ, როცა შემწყიდველი ორგანიზაციები კომპანიებს მცირე დარღვევებზეც კი მილიონობით ლარის ჯარიმას აკისრებენ. ტენდერებში წვიტავენ ხელშეკრულებას შემწყიდველები და შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლობებს აკისრებენ კომპანიებს, მაგალითისთვის 3 მილიონიან ტენდერში 1.300.000-ია ჯარიმა, 5 მილიონიან ტენდერში 1.300.000-ია ჯარიმა. ბუნებრივია ამ თანხების ამოღება შეუძლებელია, იმიტომ რომ ესეთი კომპანიები უბრალოდ იხურებიან. ეს არის სახელმწიფო დონეზე გარკვეული ნოუ-ჰაუ, აქ ნამდვილად რეკეტი, თუ გვახსოვს ძველი დრო, როდესაც პროკურატურა ეძახდა ბიზნესებს, ახლა არავინ ეძახის ბიზნესებს, პირდაპირ აკისრებენ სამოქალაქო ბრუნვის ფარგლებში შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლობებს. ამ ეტაპზე უცნობია, რა მოცულობის ჯარიმა საურავები აქვს დაკისრებული ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებს, თუმცა ბიზნესი ამბობს, რომ სანქცირებული კომპანიების რიცხვი საკმაოდ ვრცელია. სამშენებლო სექტორში მიიჩნევენ, რომ თუ ხელისუფლება ამნისტიას დათანხმდება, ეს კომპანიებს სუფთა ფურცლიდან მუშაობის საშუალებას მისცემს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობის წყალზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაასრულა. პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი ფოლადრკინა-ბეტონის ხიდი, რომლის სიგრძეც 116 მეტრია. ტროტუარის სიგანე კი 1,5 მეტრი. უნდა აღინიშნოს, რომ ხიდის მშენებლობა 3,5 წლის დაგვიანებით არის დასრულებული. პროექტზე 4,700,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება კომპანია Construction Service-თან 2022 წლის დეკემბერში გაფორმდა და მის ფარგლებში
სოფელში ხიდის მშენებლობა 12 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. თუმცა შემდგომ კონტრაქტი 14 ჯერ შეიცვალა და კომპანიას პროექტის დასრულება 2024. შემდეგ 2025. საბოლოოდ კი 2026 წლის 20 მაისამდე გადაუვადა. კომპანია 2023 წლიდან თბილისის 200 მეტრიანი ავტობუსების 60.9 მილიონიანი დეპოს მშენებლობითაც არის დაკავებული. ის 2023 წლის ივნისში გაფორმებული ხელშეკრულებით 18 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებლობის დასრულება ამ შემთხვევაში 5 ჯერ. ბოლოს კი უკვე 2026 წლის 31 მაისამდეა გადავადებული. მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავის საუნივერსიტეტო ქალაქის ასაშენებლად შერჩეულ არეალში უძრავი ქონების კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვის პროცედურებს აწარმოებს. ეს ფონდმა დეპუტატ სოფიო ხორგუანს სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ მისწერა. ფონდის ინფორმაციით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ ამ არეალში მოქცეული უძრავი ქონებების შეფასდა. ამ ეტაპზე ფონდის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უძრავი ქონებების კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვის პროცედურები მიმდინარეობს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისათვის საჭირო დეტალური საპროექტო სახარს აღრიცხვა, მათ შორის ქალაქ მშენებლობითი დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე დაევალა. რუსთავის საუნივერსიტეტო ქალაქი რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქში შესვლამდე კაჩიანის ხიდის ქვედა არეალშია გათვალისწინებული. ამ ტერიტორიაზე ასობით მიწის ნაკვეთი მდებარეობს და მათგან ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაშია, უკვე გადასული ნაწილი კი ჯერ ისევ კერძო საკუთრებაში რჩება. საინფორმაციო სააგენტო ტრენდი აზერბაიჯანის რკინიგზაზე დაყრდნობით წერს, რომ ჯავშნების გახსნიდან მოკლე დროში ბაქო-თბილისის დაგეგმილ სამგზავრო მარშრუტზე 1000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა. ამ ინფორმაციით ბაქოდან გამავალ რეისზე 400-ზე მეტი ბილეთია გაყიდული, ხოლო თბილისიდან გამსვლელი ბილეთების გაყიდვებმა 500-ს გადააჭერბა. რკინიგზის ხელმძღვანელობამ შეცვალა ბაქოდან გასამგზავრებლად დაგეგმილი პირველი სამგზავრო მატარებლის შემადგენლობა და ვაგონები დაამატა. EDA-ში განაცხადეს, რომ საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესით გამოწვეულმა ტრანზაქციების დიდმა მოცულობამ დროებითი შეყოვნება განაპირობა როგორც ონლაინ ჯავშნის პლატფორმებზე, ისე სალაროებში. ამ წლის 26 მაისიდან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა განახლდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციისათვის განაცხადის წარდგენა მარტივდება. 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები განაცხადის შეტანას ონლაინ ელექტრონული სისტემის მეშვეობით შეძლებენ. ახალი სისტემა ხელმისაწვდომი იქნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ამავე დროს 1 ივლისიდან 60 დღემდე შემცირდება საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადა. ცვლილებები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება, მოიცავს ჯანმრთელობის, განათლების და სოციალური დაცვის მიმართულებებს. ადამიანური კაპიტალის პროგრამა 2022 წელს დაიწყო და ის 2028 წლამდე უნდა გაგრძელდეს. მის მხარდასაჭერად მსოფლიო ბანკმა 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოყო, ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტომ 100 მილიონი ევროს ოდენობის თანადაფინანსება განახორციელა. განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს რომელიმე სერვის ცენტრში ვიზიტით, არამედ ელექტრონულადაც ონლაინ სისტემის გამოყენებით. ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პროცესი ზოგადი წესით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ოჯახში სოციალური აგენტის ვიზიტს, ოჯახის დეკლარაციის შევსებას და სარეიტინგო ფულის გამოთვლას. ასევე ონლაინ განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. და რაც ფავარია, შემცირდება ოჯახისთვის საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადა. თუ მოქმედი სისტემით ეს ვადა არის განაცხადის წარდგენიდან არაუმეტეს 90 დღე, 1 ივლისიდან 90 დღე შემცირდება 60 დღემდე და ოჯახს საარსებო შემწეობა დაინიშნება სარეიტინგო ფულის გამოთვლის მომდევნო თვიდან, რაც შესაბამისად გვაძლევს საშუალებას, რომ ფულადი დახმარებები გავცეთ უფრო ადრე, ვიდრე ეს ხდება დღეს. იდიოტენობით გთამის აღებისთვის გრიგოლ ილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძეა დაკავებული. სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა განაცხადა ამასთან დაკავშირებით. სუსის ინფორმაციით, მას საზღვარზე დიდი რაოდენობით რუბლის გადატანის მფარველობისათვის და გრთამის სახით 250.000 ლარის აღება ედება ბრალად. სამსახურის ინფორმაციით 2024 წლის აპრილში ახობაძისთვის გახდა ცნობილი, რომ კერძო მეწარმე საქართველოს რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე ჩამოერთვა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 მილიონი რუსული რუბლის ოდენობით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე კი მას შუამავ
შუამავალი პირების მეშვეობით დაუკავშირდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებაში დახმარება გაუწია. კერძო მეწარმეს საქართველოს რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჩამოერთვა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 მილიონი რუსული რუბლის ეროვნული ბანკის კურსით 1,164,000 ლარის ოდენობით. ხსენებულმა მეწარმემ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდისა და კუთვნილი თანხის დაბრუნების მიზნით სამართლებრივი პროცედურების დაცვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამის ორგანოებს, თუმცა თანხის დაბრუნებაზე მიიღო უარი. ამის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე შუამავალი პირების მეშვეობით დაუკავშირდა მას და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა. მოლაპარაკებების შედეგად კანონით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმის გადახდის გზით მეწარმემ 2024 წლის 30 აპრილს ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაიბრუნა ჩამორთმეული ფულადი თანხა, რის შემდეგაც ლევან ახობაძე შუამავლების მეშვეობით კვლავ დაუკავშირდა მას და დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 500,000 ლარის გადახდა მოსთხოვა. თუმცა, როგორც ერთ-ერთი ჩვენებიდან ირკვევა, სუსის იმჟამინდელი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში აღნიშნულმა პირმა ლევან ახობაძისთვის გადასაცემად შუამავალს გადასცა 250,000 ლარი. თბილისში არსებული 1,300,000,000 კვადრატული მეტრის ფართობის სავაჭრო სივრციდან სავაჭრო მოლებზე მესამედი 420,000 კვადრატული მეტრი მოდის. ამის შესახებ გალტენტაგარტის სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრის ახალ კვლევაშია ნათქვამი. რაც შეეხება ტრადიციულ ბაზრობებს, მათ ყველაზე დიდი 58%-იანი წილი უჭირავთ, ხოლო ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებს 9% უკავიათ. სავაჭრო მოლებში არსებულ ფართებზე მოთხოვნა მიწოდებას გაცილებით აღემატება. ამის შესახებ რიტეილ სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ. როგორც სინომი რიტეილის ხელმძღვანელი ამბობს, ეგრეთ წოდებული ქუჩის რიტეილი ფრაგმენტულობის გამო სავაჭრო ცენტრების მიმართულებით არსებულ დეფიციტს სრულად ვერ აბალანსებს. გალტენტაგარტის თბილისის სავაჭრო უძრავი ქონების კვლევის თანახმად 2025 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის გარეთ საცალო ვაჭრობაში როგორც ფიზიკურად მოგზაურობისას, ისე ონლაინ ჯამში 3,800,000,000 ლარი დახარჯეს. ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქრივიშვილი ადასტურებს, რომ ანაკლიის პორტის უპირატეს ინვესტორად მიჩნეულ კონსორციუმ CCCC-სთან საკითხები ისევ შეუთანხმებელია. რა საკითხებზე ვერ მოხდა შეთანხმება ტენდერის დასრულებიდან 2 წლის თავზე უცნობია, თუმცა ქრივიშვილი ამბობს, რომ კონსორციუმთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების იმედი აქვს იმ დაშვებით, რომ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან რამდენიმე საკითხზე შეთანხმება მოხდება. მაუწყებლებს მიღებული უკანონო დაფინანსების ბიუჯეტში გადარიცხვა მოუწევთ. თბილისის საოფისე უძრავი ქონების ბაზარი იცვლება. გალტენტაგარტის კვლევის თანახმად მომდევნო წლებში დედაქალაქში საოფისე ფართების მიწოდება მოთხოვნასთან შედარებით ორჯერ სწრაფი ტემპით გაიზარდა, რაც 2028 წლისთვის ვაკანტურობის მაჩვენებლის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს. ანალიტიკოსების პროგნოზით 2026-2028 წლებში ბაზარზე მიწოდება 28%-ით მატებას აჩვენებს, მაშინ როცა მოთხოვნის ზრდა მხოლოდ 14% იქნება. ეს დისბალანსი პირდაპირ აისახება ვაკანტურობის მაჩვენებელზე. A-კლასის ბიზნეს ცენტრებზე მოთხოვნის ზრდაში აქამდე სექტორის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი უცხოური კომპანიები იყვნენ. მათი წილი მაღალი კლასის ოფისებში 2019 წელს 48%-დან 2025 წლისთვის 67%-მდე გაიზარდა, თუმცა 2028 წლამდე ამ ზრდის შენელება ამოსალოდნელი იმ ფონზე, როცა მიწოდება სწრაფად იზრდება. რა ტენდენციები არის საოფისე უძრავი ქონების ბაზრებზე და რამდენად ინარჩუნებს საოფისე უძრავი ქონება საინვესტიციო მიმზიდველობას? იკა გაზდელიანის სიუჟეტში ვნახოთ. თბილისის საოფისე ბაზარი ტრანსფორმაციის აქტიურ ფაზაშია, რაც საერთაშორისო კომპანიებისა და IT სექტორის ზრდას უკავშირდება. გალტენტაგარტის კვლევის თანახმად მომდევნო წლებში დედაქალაქში საოფისე ფართების მიწოდება მოთხოვნასთან შედარებით ორჯერ სწრაფი ტემპით გაიზრდება, რაც 2028 წლისთვის ვაკანტურობის მაჩვენებლის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს. გალტენტაგარტის მონაცემებით 2019 წლიდან 2025 წლამდე თბილისში IT სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 120%-ით გაიზარდა, რამაც რადიკალურად შეცვალა მოთხოვნის სტრუქტურა. თუ 2019 წელს მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრებში IT კომპანიები
კომპანიების წილი მხოლოდ 1%-ს შეადგენდა, 2025 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 23%-ს მიაღწია. ამ ეტაპზე ბაზარი გამქირავებლის პოზიციიდან კარნახობს პირობებს. მაგალითად, ბიზნეს ცენტრებში ვაკანტურობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და 6.6%-ს შეადგენს. განსაკუთრებული აქტივობა შეიმჩნევა მაღალი კლასის სეგმენტში, სადაც მოიჯარეების 67%-ს უცხოური კომპანიები შეადგენენ. გაზრდილმა მოთხოვნამ იჯარის ფასების ზრდაც გამოიწვია. მაღალი კლასის ოფისების საშუალო შეწონილმა ფასმა კვადრატულ მეტრზე $31 მიაღწია, რაც ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელია. გასული 5 წლის განმავლობაში ამ სექტორმა განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები და ეხლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული გარდატეხის წინაშე დგას ეს სექტორი. იწყება მიწოდების მასშტაბური ციკლი და ამის ფონზე მოთხოვნაზე ის ფაქტორები, რომლებიც გასული წლების განმავლობაში მოქმედება, რიგ შემთხვევაში სახეს იცვლის და რიგ შემთხვევაში შედარებით მილევადი ხასიათი აქვს. მიუხედავად მიმდინარე ოპტიმიზმის კვლევა ინვესტორებს მოსალოდნელი დისბალანსის შესახებ აფრთხილებს. 2026-2028 წლებში თბილისში საოფისე ფართების მიწოდება 28%-ით გაიზრდება. მაშინ როცა მოთხოვნის ზრდის ტემპი შენელდება და მხოლოდ 14%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ მიწოდება მოთხოვნას ორჯერ გადაასწრებს, რაც 2028 წლისთვის ვაკანტურობის მაჩვენებელს თითქმის 3-ჯერ, 16.8%-ამდე გაზრდის. დღეს მოთხოვნა საკმაოდ მაღალი არის და საშუალო ვაკანტურობა 7%-ამდე არის. შესაბამისად, საკმაოდ მწირად არის წარმოდგენილი არჩევანი ბიზნესებისთვის, რათა ახალი, მაღალი ხარისხის ოფისები იქირავონ. თუ გადავხედავთ წინა პერიოდებს, მოთხოვნა და მიწოდება საკმაოდ დაბალანსებულად იზრდება და უფრო მეტიც მოთხოვნა მცირედ უფრო სწრაფად გაიზარდა, რაც უკავშირდებოდა IT და ფინანსურ სექტორში დასაქმების დაჩქარებულ ზრდას. თუმცა მომავალ წლებში ველოდებით, რომ მოთხოვნა ჩამორჩება მიწოდებას, რადგან მიწოდების ზრდის ტემპი ბევრად უფრო სწრაფი არის. თავისუფალი ფართების მატება პირდაპირ აისახება ფინანსურ ამონაგებზეც. პროგნოზის მიხედვით, ქირის წმინდა ამონაგები 9.4%-დან 8.4%-ამდე შემცირდება. თუმცა ანალიტიკოსების განმარტებით ეს პროცესი ბაზრისთვის საგანგაშო არ იქნება, არამედ უფრო მეტად მის სტაბილიზაციას ემსახურება. კერძო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი შეფასებით IT სექტორის შემდეგ ბაზარზე აქტიურობას ფინტექ და სავაჭრო სფეროები გააგრძელებენ. დღეს დაგეგმილი პროექტების ფონზე მოსალოდნელია, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში 2028 წლის ბოლომდე დაახლოებით 100,000 კვადრატული მეტრის მაღალი და საშუალო კლასის ბიზნეს ცენტრები დაემატება ბაზარს, რაც მიწოდებას დაახლოებით 28%-ით გაზრდის. და შესაბამისად, ვაკანტურობის დონის გაზრდას ველოდებით დაახლოებით 17%-ამდე. თუმცა ეს 17% არ არის რაიმე კრიტიკული ზღვარი, სექტორი მაინც საინვესტიციო მიმზიდველობას ინარჩუნებს და ამ მდგომარეობაშიც ქირის ამონაგებით საკმაოდ მაღალი არის. ამასთან კერძო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილის განმარტებით, თუ რამდენიმე წლის წინ ბიზნეს ცენტრებზე მოთხოვნა მიწოდებას მნიშვნელოვნად აჭარბებდა, დღეს სურათი საპირისპიროა. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ფასების მკვეთრი ზრდა სახელდება. თბილისში ცენტრალურ უბნებში ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მინიმუმ 5 მშენებარე ბიზნეს ცენტრი გვაქვს, რომელიც რამდენიმე 3-4 წელიწადში იქნება უკვე დასრულებული და კონკურენციას გაუწევს არსებულ ბიზნეს ცენტრებს. წარმოიდგინეთ, როდესაც დღეს ჩვენ გვაქვს მაღალი მიწოდება და არ გვაქვს შესაბამისი მოთხოვნა. როდესაც კიდევ მეტი მიწოდება დაემატება, რას დავინახავთ? უფრო მეტ ვაკანტურ ოფისს, რა თქმა უნდა. ამის გამოსავალი არის რა? იმისთვის, რომ შეივსოს ეს ბიზნეს ცენტრები ისევ ფასების დალაგება, ასე ვთქვათ, რაზეც ბიზნეს ცენტრები მოლაპარაკებების შედეგად კი მოდიან, თუმცა საჯაროდ ეს არ ჩანს და შესაბამისად ამით ბევრ პოტენციურ მოიჯარეს კარგავენ და მეორე ეს არის უფრო გასაგები და უფრო გამარტივებული იჯარის პირობები. ჩემი აზრით დღეს განვითარების იმ ეტაპზე ვართ, როცა ფასი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ მოთხოვნა, რა თქმა უნდა, უფრო ბედა კლასის ოფისებზეა, იმიტომ რომ მოთხოვნა თვითონ გაიზარდა, ასე ვთქვათ, ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ეძებდნენ კომპანიები თავიანთ ოფისებს, თუმცა ფასი ისევ ძალიან მნიშვნელოვანი რჩება დღევანდელი გადმოსახედით. თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 2025 წლის მონაცემებით 1.9 მილიონი კვადრატული მეტრი შეადგინა, სადაც ყველაზე დიდი წილი 55% კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე მოდის. მათი დიდი ნაწილი ძველ შენობებშია, რაც ბიზნეს ცენტრებს ზრდის და მოიჯარეთა გადმოყვანის პოტენციალს უტოვებს. კალთენ თაგარტის შეფასებით 2029-2031 წლებისთვის ბაზარზე ახალი პროექტების მიწოდების შეჩერებაა მოსალოდნელი, რაც საშუალებას მისცემს ბაზარს არსებული ჭარბი ფართები აითვისოს და 2031 წლისთვის ვაკანტურობის ჯანსაღ 10%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს.
სავაჭრო მოლებში არსებულ ფართებზე მოთხოვნა მიწოდებას გაცილებით აღემატება. ეს რითეილ სექტორის წარმომადგენლების განცხადებებია. როგორც სინომი რითეილის ხელმძღვანელი ამბობს, მაგალითად, ეგრეთ წოდებული ქუჩის რითეილი ფრაგმენტულობის გამო სავაჭრო ცენტრების მიმართულებით არსებულ დეფიციტს სრულად ვერ აბალანსებს. რეზო მახალაშვილი აღნიშნავს, რომ როგორც წესი, საერთაშორისო ბრენდები სწორედ სავაჭრო მოლების ფართებით ინტერესდებიან. ხოლმე და ამიტომ ამ მიმართულებით დეფიციტი ქვეყანაში ახალი ბრენდების შემოყვანას აფერხებს. ის ამბობს, რომ სინომი რითეილის უახლოეს გეგმებში საქართველოში ორი მსხვილი ახალი საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, თუმცა ამ ეტაპზე კომპანია ახალი სავაჭრო სივრცეების გახსნის მოლოდინშია. გალტენ ტაგარტის ინფორმაციით 2030 წლისთვის თბილისის სავაჭრო მოლების ფართებს დამატებით 140,000 კვადრატული მეტრი დაემატება. ჩვენ პორტფოლში ძირითადად წარმოდგენილია ეგრეთ წოდებული ენქორ ბრენდები. ეს არის დიდი ფორმატის ტრაფიკ გენერატორი ბრენდები, რომლებიც როგორც წესი მოლის სავაჭრო ცენტრის დაგეგმარების ადრეულ ეტაპზევე თანხმდება ხოლმე, რადგან ისინი მოითხოვენ პრემიუმ ადგილებს პირველ სართულზე მაქსიმალური ხილვადობით. ასეთი ლოკაციები, როგორც ადრე აღვნიშნე, როგორც წესი 100%-ით დაკავებულია. შესაბამისად, ან ისინი მათ უნდა ჩაანაცვლონ არსებული ბრენდები, ან უნდა დაელოდონ ახალ დიდ პროექტებს. სწორედ ეს ახალი დიდი პროექტები არის 2-3 წლის განმავლობაში, რომელიც მწვანე შუქს აუნთებს ამ ბრენდებს. ჩვენ გვაქვს მინიმუმ 2 დიდი ფორმატის მსოფლიოში განთქმული ბრენდი, რომელიც ელოდება ასეთი კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე შექმნას, რომ შემოვიდეს. და ასევე ვიცი, რომ ბევრი კონკურენტიც, რომელიც ახლა შემოვიდა ბაზარზე, ასევე ელოდება მსგავსი სავაჭრო სივრცეების გაჩენას. რითეილ სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აღნიშნავს, რომ ბოლო თვენახევარში გაყიდვების ზრდის ტემპი შენელებულია. როგორც სინომი რითეილის ხელმძღვანელი ამბობს, წლის პირველი კვარტალი მათი ქსელების შემთხვევაში 25%-იანი ზრდით დაიხურა, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში ზრდის ტემპი 15%-მდე შენელდა. ეზო მაღალაშვილის თქმით, რეალიზაციის ტემპის შენელება ძირითადად ტურისტულ ლოკაციებში ფიქსირდება. შესაბამისად, კომპანიაში ამბობენ, რომ ეს გარემოება ახლო აღმოსავლეთის ომის ფონზე ისრაელიდან და ირანიდან ტურისტული ნაკადების კლებას უკავშირდება. პირველ კვარტალთან შედარებით, სანამ ახლო აღმოსავლეთში სიმშვიდე იყო, ჩვენი ზრდა, ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რამე თუ საკმაოდ დიდი ქსელი გვაქვს 60 მაღაზია, იყო 25% პირველი კვარტლის ბოლოს. ბოლო თვენახევრის განმავლობაში ზრდა შენელდა არის 15%. 15% საოცნებო ზრდა არის ზოგადად, თუმცა 25%-თან შედარებით ზრდის შენელებას ვხედავთ. თუმცა ეს ბოლო კვირებს რომ შევხედოთ, ეს 15% ზრდა არ შემცირებულა, სტაბილურად დგას ერთსა და იმავე მაჩვენებელზე, ამიტომ ვერ გეტყვით დინამიკაში ეს კიდევ შემცირდება, დასტაბილურდება თუ კიდევ დაუბრუნდება პირველი კვარტლის შედეგებს. 2025 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის გარეთ საცალო ვაჭრობაში, როგორც ფიზიკურად, ისე მოგზაურობისას და ონლაინ ჯამში 3 მილიარდ 800 მილიონი ლარი დახარჯეს. ეს გალტენ ტაგარტის თბილისის სავაჭრო უძრავი ქონების კვლევის ანგარიშია მითითებული. ამ დოკუმენტით ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით არის მზარდი. 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 2 მილიარდ 200 მილიონი ლარი იყო. 2024 წელს 2 მილიარდ 900 მილიონი ლარი. საინვესტიციო ბანკის თანახმად 2025 წელს საზღვარგარეთ გაწეული 3 მილიარდ 800 მილიონი ლარის დანახარჯებიდან თანაბარი წილი 1 მილიარდ 900 მილიონი და ასევე 1 მილიარდ 900 მილიონი ფიზიკური ვაჭრობის და ელკომერციის ნაწილი იყო. რაც შეეხება დანახარჯების სექტორალურ განაწილებას, საზღვარგარეთ შესყიდვების ყველაზე დიდი წილი ტანსაცმელზე და აქსესუარებზე მოდის 36%, სახის მოვლაზე 17%-იანი წილია და ელექტრონიკაზე 12%. კვლევის მიხედვით საზღვარგარეთ ტანსაცმლის სექტორზე გაწეული დანახარჯების თითქმის ნახევარი 59% ლუქს სეგმენტის ბრენდებზე მოდის. კვლევაში აღნიშნულია ამავე დროს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ამ სეგმენტის მიწოდების დეფიციტია. თბილისის წამყვან მოლებში ტანსაცმლისათვის გაქირავებული 100,000 კვადრატული მეტრის ფართობიდან ლუქს ბრენდებს 2% უჭირავს. შედარებით უკეთესი მდგომარეობა არის ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებზე, სადაც ტანსაცმლისათვის ათვისებული 32,000 კვადრატული მეტრიდან ლუქს სეგმენტი 28%-ია.
ირანის ომის დაწყების შემდეგ საქართველოსა და ირანს შორის ვაჭრობა გაზრდილია. ბოლო ორ თვეში ირანთან სავაჭრო ბრუნვამ 56 მილიონ 800 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.5%-ით მეტია, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ორ თვესთან შედარებით 17%-ით მეტი. ბოლო ორ თვეში საქართველოდან ირანში გაზრდილი არის ექსპორტი, რაც წლიურად გაორმაგებულია. იმპორტი თითქმის იგივე რაოდენობაზე დაფიქსირდა, რაც გასულ წელს იყო. თავის მხრივ ექსპორტში მნიშვნელოვანი მატება ამ ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტს უკავშირდება. თუ მაგალითად 2025 წლის იანვარ-აპრილში ირანში მხოლოდ ერთი ავტომობილის ექსპორტი დაფიქსირდა 40,000 დოლარის ოდენობით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ირანში ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა 825-ია და ჯამური ღირებულება 13,600,000 დოლარი. რაც შეეხება ამ წლის 4 თვის სტატისტიკას, ირანში ექსპორტზე გატანილი მთავარი საქონელი არის მსუბუქი ავტომობილები 13,600,000 დოლარის. ხე-ტყის მასალა 2,200,000 დოლარის, სფეროშენადნობები 1,600,000 დოლარის. იმპორტს რაც შეეხება ირანიდან იმპორტირებულ მთავარ საქონელში არის მოსაპირკეთებელი ფილები 8,700,000 დოლარის, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან 5,100,000 დოლარის, ნახშირბადიანი ფოლადი სხმულებში 4,700,000 დოლარის. მაუწყებლებს მიღებული უკანონო დაფინანსების ბიუჯეტში გადარიცხვა მოუწევთ. ამასთან დაკავშირებით მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მაუწყებლის მიერ აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილი იქნება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალდებულოს მიღებული დაფინანსების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა. ასევე კომისიის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულებას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო. გასულ წელს მაუწყებლობის შესახებ შესული ცვლილებებით ტელევიზიებს უცხოური დაფინანსების მიღება აეკრძალათ. მოქმედი კანონით უცხოურად მიიჩნევა ნებისმიერი შემოსავალი უცხოეთიდან, რომელიც მაუწყებელმა სარეკლამო განთავსების გარდა მიიღო. ინიცირებული ცვლილებების მიხედვით სპორტული და გასართობი არხებისათვის გამონაკლისი იმოქმედებს და მათ უცხოური დაფინანსების მიღება შეეძლებათ. ქართულ ცემენტს დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე საფლუსეს კირქვის საბადოს მარცხენა უბანზე საცემენტე კირქვის მოპოვების ლიცენზიის ვადა გაუხანგრძლივდა. კომპანიამ ლიცენზია 2012 წელს აგვისტოში მიიღო. ახალი განკარგულებით ამ ლიცენზიის მოქმედების ვადა 2027 წლის 15 თებერვლიდან 2057 წლის 15 თებერვლამდე გაგრძელდა. პრემიერის განკარგულებით ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების იუბილესთან დაკავშირებით მთავრობამ 5,300,000 ლარი გამოყო. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე ქვეყანაში მასშტაბური საგანმანათლებლო კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. მთავრობამ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსება გაზარდა. მთავრობის 18 მაისის დადგენილებით უწყების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისათვის გამოყოფილი თანხა 8,91,647 ლარის ნაცვლად 8,954,107 ლარი იქნება. მთავრობამ კიდევ ერთი განკარგულებით განსაზღვრა, რომ საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი და მასზე სამართლებრივი რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში არსებულ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს დაეკისრა. Coca-Cola ბოთლერს ჯორჯიაში ორდღიანი ტრენინგი დასრულდა, რომელმაც რეგიონული გაყიდვების და მარკეტინგის გუნდების წარმომადგენლებს, სუპერვაიზერებსა და მარკეტინგის მენეჯერებს მუხრანის ველზე კომპანიის ქარხანაში 2 დღის განმავლობაში უმასპინძლა. ტრენინგის მიზანი რეგიონალური წარმომადგენლებისათვის პროფესიული უნარების გაძლიერება, თანამედროვე გაყიდვების მართვის მიდგომების გაზიარება და სხვადასხვა მიმართულებებს შორის თანამშრომლობის ეფექტურობის ზრდა იყო. თიკონ ატმელაძე იმყოფება ადგილზე და უფრო მეტ დეტალს ის გაგვიზიარებს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. საღამომშვიდობის ანა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. როგორც ჩვენ უკვე აღნიშნე, ჩვენ ახლა ვიმყოფებით მუხრანის ველზე Coca-Cola ბოთლერს ჯორჯიას ქარხანაში, სადაც ახლა ხანს დასრულდა ორდღიანი ტრენინგი, გაყიდვების მართვა და განვითარება. მისი მთავარი იდეა და მიზანი იყო, რომ Coca-Cola ბოთლერს ჯორჯიას მისი რეგიონის ფილიალების წარმომადგენლებისთვის უფრო მეტი ცოდნა მიეცა, სიახლეები გაეცნო და რაც მთავარია გუნდური მუშაობის ახალი უნარების დაუფლებაში დახმარებოდა. 10 რეგიონის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ დღეს აქ.
ესენი იყვნენ სუპერვაიზორები, მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელები, გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელები, მოკლედ 2 დღის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიური და საინტერესო ტრენინგები მიმდინარეობდა Coca-Cola Bottler Georgia's ქარხანაში, რომელიც როგორც უკვე აღნიშნე, ახლახანს დასრულდა, თუმცა სანამ ჩვენ დავტოვებთ Coca-Cola Bottler Georgia's აუცილებლად მომავიკითხო უფრო მეტი დეტალი ამ ტრენინგების შესახებ, ამისთვის კი ჩვენთან ერთად Coca-Cola-ს რეგიონალური გაყიდვებისა და დისტრიბუციის სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ გუნიავა იმყოფება. ბატონო თამაზ, საღამო მშვიდობის და მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში მინდა გკითხოთ იმ მიზანზე და იდეაზე, რასაც ატარებდა ეს 2 დღიანი ტრენინგი და რა მისცა მან მასში მონაწილე ადამიანებს. ტრენინგის ფარგლებში ჩვენმა თანამშრომლებმა გაიარეს ძალიან მასშტაბური Coca-Cola საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შედგენილი პროგრამა. აქ იყო სხვადასხვა დისციპლინები, ეს არის ანალიტიკა, ეს არის მარაგების მართვა, ეს არის ინვენტარის მართვა, ხელშეკრულების დადების და მოლაპარაკებების მექანიზმები და ამ ასევე გაიარეს ვორქშოპები, დაათვალიერეს ახალი საწარმოო ხაზები, გაზრდილი წარმადობები. ჩვენ როგორც თქვენთვის ცნობილია, სისტემატურად ვცდილობთ, რომ ახალი პროდუქტები დავნერგოთ ბაზარზე და ყველა ამ სიახლეს სჭირდება შესაბამისი წოდნის პრაქტიკული უნარების განახლება, რის ფარგლებშიც ჩვენი ტრეინინგი არის მოწყობილი. გუნდმა კიდევ ერთხელ გაიარა ის ძირითადი მიმართულებები, რაც არის საერთაშორისო Coca-Cola-ს მიხედვით წარმოდგენილი. დავამატეთ ასევე პრაქტიკული გაკვეთილები გავაკეთეთ, სიმულაცია გავაკეთეთ გაყიდვების, მოლაპარაკების, სხვადასხვა ტიპის ანალიტიკის და საბოლოო ჯამში მივიღეთ, რომ ჩვენი თანამშრომლები მიღებული წოდნით შეძლებენ სწორ ქსელში, ესე რომ ვთქვათ, შესრულებას იმ ყველა მეთოდის, რაც აუცილებელია წარმოებიდან მომხმარებლამდე პროდუქციის მისატანად. მათი თეორიული ცოდნა პრაქტიკული მაგალითებით შეივსო და ეს კიდევ დაეხმარებათ კვალიფიკაციის ამაღლებაში, რა თქმა უნდა და თან მნიშვნელოვანი ის, რომ ახლახანს მათ გადაეცათ სერტიფიკატები, რომელიც მათ კვალიფიციურობას და კვალიფიკაციის ამაღლებას ადასტურებს. ნამდვილად, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი საერთაშორისო, როგორც აღნიშნე, Coca-Cola სტანდარტების მიხედვით დაგეგმილი ტრეინინგი. შესაბამისად, ჩვენი სერტიფიკატებით საშუალებას აძლევს ჩვენ თანამშრომლებს იმ დისციპლინების მიხედვით, რაც გაიარეს, იყვნენ სერტიფიცირებული, პროფესიონალი და ასევე ძალიან მოტივირებული პერსონალი, რომელიც თავის საქმეს აკეთებს არა ემოციურ დონეზე, არამედ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნიდან გამომდინარე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო თამაზ გუნიავა იმყოფებოდა ჩვენთან ერთად და ჩვენ Coca-Cola-ს 2 დღიანი ტრენინგის შესახებ უფრო მეტ დეტალს შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს სიუჟეტის სახით, რომელსაც საქმიან დილაში იხილავს ჩვენი საქმიანი მაყურებელი და უშუალოდ ამ სიუჟეტის სახით გაუზიარებთ ჩვენს მაყურებელს ტრენინგში მონაწილე ადამიანების, რეგიონების წარმომადგენლების პოზიციებსაც და იმ გამოცდილებასაც, რომელიც მათ უშუალოდ მიიღეს. მადლობა თიკო ნადმელაძე საუბრობდა საქმის კურსის შემაჯამებელ გამოშვებაში. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბრიტანულ YouTube გვერდიდან Sorted Ventures Limited-თან 165,200 გირვანკა სტერლინგის, ანუ 593,184 ლარის ღირებულების თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს Sorted Food-ის და YouTube-ის არხზე 3 სრულმეტრაჟიანი ვიდეოს და 6 მოკლე ვიდეოს გამოქვეყნებას. YouTube გვერდს 3 მილიონი გამომწერი ჰყავს. გვერდს მსგავსი სამოგზაურო ფორმატის ვიდეოები შექმნილი აქვს მალტას და სამხრეთ აფრიკის შესახებ. კონტრაქტის მიხედვით 140,000 გირვანკა სტერლინგი მომსახურების ანაზღაურება იქნება, 25,200 გირვანკა სტერლინგი კი დღგ-ის სახით საქართველოს ბიუჯეტში მიიმართება. სოფლის მეურნეობის ministris ყოფილი პირველი მოადგილე გელა ხანიშვილი აგრობიზნესში დაბრუნდა. მან BMG TV-ს ეთერში გადაცემა წერტილში ინტერვიუსას ისაუბრა, რომ შინდისის ატამი მელოტერას დამფუძნებელი და დირექტორია და პარტნიორ დავით ბერუაშვილთან ერთად შინდისში 32 ჰექტარ ფართობზე ესპანური ჯიშის ატმის ბაღებს აშენებს. პირველ მოსავალს 3 წელიწადში ელოდებიან, პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი დაახლოებით 7 მილიონი ლარია. ბიზნესის დასაწყებად ინვესტორებმა სახელმწიფო პროგრამით დანერგე მომავალი ისარგებლეს. გელა ხანიშვილი ამბობს, რომ არჩევანი ესპანურ ჯიშებზე მაღალი ხარისხის და მსოფლიო ბაზარზე არსებული დიდი მოთხოვნის გამო შეჩერდა. მისი თქმით, საქართველოში მსგავსი ბაღების გაშენების პირველი გამოცდილება არსებობს ქანდაში.
ესპანელები დაქირავებული ყავს როგორც საკონსულტაციო კომპანია, ამბაღებს ვინც უვლის აგროვერო დაქირავებული ყავს როგორც მომვლელი კომპანია და გამშენებელი კომპანია და მთელი ეს აგრონომიური ჯგუფი ესპანელების დიდი რეკომენდაციების ქვეშ აშენებს ამბაღებს და უვლის ფინანსური რესურსი, რომელიც უნდა დაიხარჯოს, ეს არის 7 მილიონი ლარი. საქართველოში იქნება პირველი ბაღი, რომელიც ბაღიც იქნება დაფარული ბადეებით, ატლის ესეთი გამოცდილება არ არის და შესაბამისად რიგთა შორის მანძილი ბევრია და თამასაც სწავლობთ, გამოცდილება არ იყო მარტივი ამ არჩევანის გაკეთება. ჩვენ გვექნება მომავალ წელს უკვე ეგრეთ წოდებული საგაზაფხულო ყინვების წინააღმდეგ აპარატურასაც შევიძენ. ამოცანა არის სრულად ექსპორტზე გატანა. ჩვენ ესპანელები თვითონ გვეუბნებიან, რომ რაც მეტი ფართობი გვექნება, თლიანად წაიღებენ ექსპორტზე ამ პროდუქციას. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, კარტოფილის წარმოების და დარგის განვითარების ხელშეწყობა არის მნიშვნელოვანი. ამასთან დაკავშირებით დავით სონღულაშვილმა კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებთან და ექსპორტიორებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. უწყების ინფორმაციით მინისტრთან შეხვედრაზე ფერმერებმა დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ამ შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა წარადგინა ინიციატივა დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც სექტორის მხარდაჭერას და კოორდინაციას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე საუბარი იყო სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, შესაბამისი ტექნიკის ხელმისაწვდომობის საკითხებზე და დარგის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების იმგვარად კორექტირების მნიშვნელობაზე, რომ ეფექტიანად პასუხობდეს ის დარგის რეალურ გამოწვევებს. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გელოდებათ, რომელსაც ბექა ბაციკაძე და გიორგი თოლორდავა გაუძღვებიან. ჩვენ ერთმანეთს ორ შაბათს შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამო 7 საათზე დროებით.